დილამშვიდობისა ჩვენ ისევ დაგიბრუნდით პირდაპირ ეთერში და უნდა ვისაუბროთ ძალიან სახალისო, ძალიან კარგ თემაზე და თან ყველაზე საინტერესო ეს ყველაფერი, იმიტომ რომ პროექტა და აქციეს ერთმა ძალიან კარგმა გოგომ, რომელიც სულ ცოტა ხანში შემოგვიერთდება პირდაპირ ეთერში. თუმცა ვიდრე თემაზე დავიწყებთ საუბარს და ერთად ვიხალისებთ ამ ყველაფერზე, ჯერ უნდა წარმოგიდგინოთ კეთი კაკაურიძე, რომელიც ამ სეზონზე შემოგვიერთდა და კეთილი იყოს მისი ფეხი. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა, მოგესალმებით მომენატრა ეს სტუდია და რაღა დაგიმალოთ, დიდი ხანია არ მქონია საშუალება მსმენელმა ის პირველ რიგში იცის რომ არ მივსალმები ვარ პირდაპირ ეთერის სტუდიიდან და დილამშვიდობისა ყველას ძალიან ბედნიერი და ლამაზი დღე მინდა გისურვოთ და ვიდრე დავიწყებდეთ ჩვენს უშუალო რუბრიკის თემაზე საუბარს. გამარჯობა კეთი, როგორ ბრძანდებით? არა მიშავს დათო. როგორი შეგრძნება სხვა სტატუსით გასულა პირდაპირ ეთერში? პირადი ცხოვრებაში არაფერი არ შეცვლა სიმართლე გითხრა, უბრალოდ მოლოცავს ვიღებ, მეტი არაფერი. გულწრფელად ვამბობ, არაფერი არ შეცვლა და შენ რა გრძნობა უკეთესად თუ გახსოვს. გააგვიანეთ, მორჩა. თქვენთვის ყველაფერი დამთავრდა. კეთის უკვე აქვს ძალიან ლამაზი ცხოვრება, რომელსაც მარტო აღარ იზიარებს მის მეორე ნახევართან ერთად გილოცავ მინდა პირდაპირ ეთერში მოგესალმებით. არ ველოდი ხან თემაზე ცხოვრება გისურვო პირველ რიგში. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. შემეფაკლა ღაწვები. მე კიდე ერთი კითხვა მაქვს. ნაღძობი ფეხით შემოხვედი თუ კარგი ფეხით, საღსალამათი ფეხით? მარჯვენა ფეხი მაინც მარჯვენა ფეხია, შემოვდგი მაინც მარჯვენა ესე. შემოვედი ბედნიერად სტუდიაში. ხათხოვდა ფეხი იყო. გაბედნიერება აღენიშნა, ესე იგი ფეხის გადაბრუნებით. კარგი, დავამთავრე. ყველაფერს უჩვენს მეუღლეს აბრალებ, რომ ვერ მოგია. ეს იქნება შეიძლება მაგამ. ძვირფასო რადიო მსმენელებო, არ უნდა სცადოთ ჩოგბურთის რომელიმე სხვა აქტიური სპორტით დაკავება, ვიდრე არ აღიკაზმებით და აღიჭურვებით შესაბამისი ინვენტარით, რაც ანუ ფეხსაცმელი საჭირო, შორტები და ასე შემდეგ. ერთი ინტერაქტივი შენზე იყოს ამ შემდეგ რომელიმე გადაცემაში დაგვიგმოთ ამასთან დაკავშირებით. როგორ შევიკაზმოთ? ახლა დავუნდეთ ჩვენ თემას, რეკლამა. რისთვისაც ჩვენ მსმენელს აუცილებლად განჭირდება რადიო 1.წერტილი რომ შევძანდეთ ამ ვებგვერდზე და იხილოთ ის მასალა, ფოტომასალა, რასაც ჩვენ ახლა გთავაზობთ ეკრანებზე, მივხვდებით, რაზეც ვსაუბრობთ. აი ქუჩაში, როდესაც მივდივართ ხოლმე და უცბად რაღაცა აბრა, რაღაცა რეკლამა, რაღაც წარწერა მიიქცევს ჩვენს ყურადღებას და ვიცინით, ან ხალისობთ, ან დავცინით და ფაქტია, რომ ეს ყველაფერი გვამახსოვრდება და შემდეგ ვცდილობთ ხოლმე, რომ ერთმანეთს გაუზიაროთ. კი ბატონო, ანუ რაზეა საუბარი ძვირფასო რადიო მსმენელებო, როგორც აქამდე ჩემმა კოლეგებმა დაგიანონსეს. საუბარია, ანუ ხელნაწერ, ესე ვთქვათ, თვითნაკეთ რეკლამებზე, რაშიც მარკეტოლოგები არ ჩარეულან, დიზაინერები არ ჩარეულან, ანუ უბრალოდ მივდივართ ქუჩაში, ხედავთ რომელიმე ატელიესთან არის წარწერა, რაღაც გრაფიკული ეტყობა, რომ არაპროფესიონალის მიერ შექმნილი რაღაც გრაფიკული გამოსახულება, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ეს არის რეკლამის მცდელობა, ანუ ინდივიდუალური რეკლამა, რომელიც უბრალოდ რომელიმე ადამიანმა, ამა თუ იმ ხელობის ადამიანმა თვითონ დაამზადა. აღსანიშნავია ისიც, რომ აი ნასტასია არაბული, ავტორი ამ პროექტის, გახლავთ ჟურნალისტი, ბლოგერი, რომელსაც მაყურებელი კომუნიკატორი საშუალებით უკვე იცნობდა დიდი ხანი მას. ნასტასიას პროექტი გახლავთ ესა, ნასტასიამ მიზნად დაისახა, რომ შეაგროვოს ასეთი მასალა. ეს ყველაფერი აღბეჭდოს. თან როგორ უხვად არის ეს მასალა? კი, ნამდვილად ბევრი ახლა ვინც ხართ რადიო 1.წერტილი ვისაც გაქვთ საშუალება, რომ ინტერნეტის საშუალებით ადევნოთ თვალი იმ კოლაჟს, რაც ახლა ტრიალებს უბრალოდ ეკრანებზე, შეგიძლიათ იხილოთ ის ნიმუშები, რაც ნასტასიამ აქამდე მოაგროვა. მოდი, სვენელს ვკითხოთ, რა შეუმჩნევიათ ესეთი სასაცილო რომ დაამახსოვრდეთ. ეს ყველა თავადაც არის ხოლმე ორად შეგვიძლია გავყოთ პირობითად. ერთი ჩვეულებრივი სარეკლამო რაღაცა აწერია, თქვათ, ხინკალი და მორჩა, მე არაფერი არ აწერია, რაღაც შესასვლელსაც როგორც აწერია ხინკალი საინტერესო. ხო, ნუ ეს თავის ხალხი ცალკე ამბავია, ან თონის ლობიანი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ მეორე ვერსია არის ცოტა უფრო სხარტი აზროვნების ადამიანები, რაღაცა ისეთი ხუმრობის ჩადებასაც ცდილობენ ხოლმე ხალხი. მაგალითად აი პომიდორს ვაწერია. კრეატივის ხო, აი ეს მინდოდა მე თქვა, ქართული ასოებით მადე ინ ჭოპორტი პომიდორს აწერია, ხო? რაღაცა იხუმრა ეხა ადამიანი, გაგიღიმება შეიძლება მასთან იყიდო, თუმცა არ მოგეწონოს ის პომიდორი, მაინც მასთან იყიდო. ან სერიოზული კარტოფილი მაგალითად და კარტოფილი რაღაცა და მიხატული სერიოზული წარბებით ესე კოპებს შეკრული რაღაც. მოგედება ველოდება. გისმენთ დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. მოგესალმებით. მე ორი რაღაც გამახსენდა ეხლა უცბად. პირველი რომელსაც ყველა ვხედავთ, ყველა ვკითხულობთ, მაგრამ უკვე მივეჩვიეთ, ეს არის ყურების გახრედა. ყურის დებილო და არა ყური. და ჩვენ ამართ ისე მისულებ რომ ამაზე რეაქცია აღარ გვაქვს. კი, ნამდვილად, ყურების გახრედა. ნონსენსია. მეორე ბაზრობა
სიტყვაზე ვიყავი და ნუ იმ გამყიდველმა ბიჭმა ვეღარ მომიშორა იქიდან რა ეწერა იცით უმციკლო ფრანგული ვარიები და კარგია ერიკა დამემართე იმის აშკარად უნდა და მოშორებულიყავი იქიდან მაგრამ ვერ გავინძერია ადგილიდან კარგად იყავ მადლობა ძალიან მადლობა უმციკლო ვარიის კერძს რომ მოამზადებ და რომ შესთავაზებს თუმას როგორია კარგი იყო და მადეინ ჭოპორტიც კარგი იყო და ანუ ის ფაქტი თუნდა აღნიშნოთ აუცილებლად და ხაზგასმელია რომ მსგავსი რეკლამების დროს ხშირია გრამატიკული შეცდომები კი ნამდვილად ეს იწვევს ხოლმე ანუ ზუსტად მიზეზია ხოლმე იუმორისთვის და ამაზე ხალისობთ ხოლმე ყველა ვარემონტებ ბლესამ აი ეს კიდევ ერთი ფაქტორია ანუ დიალექტი რომელიც ძალიან ნათლად ჩანს ხოლმე კი იქ კარგად ეწერა გადართე აი ესე იგი აქ არის ავტოფარეხის კარზე მითითებული ჯერ ორი კარი ხო აქვს დიდ ავტოფარეხს შიგნით აქვს მოწყობილი პატარა მაღაზიასავით და ერთ მხარეს აწერე ხილი ბოსტანი მეორე მხარეს აწერე ხილი ბოსტნეული ეთქო რაღაც ამოთქვა იქ ვეღარ წაშალა ეთქო და აქ დაამატა მეორე კარზე და ეს ვაყენებ ჯინსის ღილებს კნოპკებს წელამ ფეხსაცმელს კი ბატონო წელამ ფეხსაცმელს და ამასობაში სტუმარიც არის ჩვენთან უკვე სტუდიაში მივესალმებით ნასტასია არაბულს რომლის პროექტიც გახლავთ ეს ძვირფასო რადიო მსმენელებო აქამდეც აღნიშნეთ ეს ყველაფერი მაგრამ ახლა უფრო დაწვრილებით თავად ავტორი გიამბობთ ამ პროექტთან დაკავშირებით ნასტასიას მივესალმებით მაგრამ მსმენელი გველოდება უკვე დიდი ხანია არ ვიცი ნასტასია მოგვისმინა თუ არა მსმენელი შემოგვიერთდა და ამას შემდეგ კი გამარჯობა ძვირფასო მსმენელო დილამშვიდობი სალამი მოგესალმებით გადაცემა ეს რუბრიკა თავისთავად ძალიან საინტერესოა ნუ ახლა კურიოზებიდან ალბათ მე მწყობრებას ბევრს არ ვამახვილებ ერთი მახსოვს ნაღდი კიევი ეწერა რუაღეთის ხალხს რა ეწერა უკაცრავად ნაღდი კიევი რა პროდუქტის რეკლამა იყო მადლობა და სტუმრებს უთხრათ რომ ყურადღება გაამახვილოთ ქართული წარწერები რო არ არის ეს აკეთება თავისთავად ცხადია მნიშვნელოვანი ინგლისურ ქართული ლექსიკონი არის უბრალოდ აბრეცი. კი ბატონო, კი სიუჟეტიც გვაქვს ჩვენ ამაზე მომზადებული ადრე. მადლობა არის. ნასტასია, გამარჯობა დილამშვიდობის მოგესალმებით. მადლობა რომ შემოგვიერთდი. თქვენს დავიწყეთ თემაზე საუბარი. კი, მივხვდი ესეთი მხიარება. ასეთი პირდაპირ ეთერის ხოიცი. ასეთი რამ ყველას გვინახავს ჩვენი ცხოვრების განმავლობაში, მაგრამ ასე პროექტის სახით არ გვიქცევია თქვენ მოგვიყვება. ხო, ანუ გეტყვით მოკლედ ამ პროექტის შესახებ, იმიტომ რომ აქაც მივხვდი რომ ცოტა სხვანაირი ინტერპრეტაციებია იგივე მსმენელის მიმართ. მოკლედ ეს არ არის მაინც და მაინც სახალისო რეკლამების კრებული ან უცნაური რეკლამების ან დამახინჯებული რეკლამების არის ხელნაკეთზე უფრო მეტი აქცენტი. ანუ ის რაც არ არის მანქანური წარმოების, ის რაც ხელით იქნება. ანუ მთელი მისი ხალხურობა ამაში მდგომარეობს და ცხადია პროექტი არის ღია ნებისმიერ ადამიანს, ვინც აინახავს ესეთ წარწერას, ნახat შეუძლია გადაუღოს სურათი გამოგვიგზავნოს და როცა გვიგზავნიან ხოლმე ხშირად ერევათ აი იგივე ნაღდი კიევის ტიპის წარწერებში რა ანუ არა გამართულ სარეკლამო წარწერაში და მისი მთავარი ხიბლი არ არის ეს სასაცილო, იმიტომ რომ ესეთი გვერდი ძალიან ბევრი არსებობს და ესეთი პროექტიც ძალიან ბევრია და ზეპირად გვახსოვს, არ ვიცი, ალბათ 1-15 მაინც, რაც ერთი შეხედვით ორიენტირებული შეგვიძლია ჩავთვალოთ. ხო, ანუ ეს არის ხალხურობა, იმაში მდგომარეობს, რომ ხალხი თვითონ ქმნის მარკეტერების, სტამბების, დიზაინერების ჩართვის გარეშე ამ რეკლამას რა, ანუ ღობეებზე აწერენ, ხატავენ ხელით, ნაჭრებზე ქარგავენ. ერთი ფოტო იყო, აი, ბარემ მოდი ვუთხრათ ჩვენს მსმენელს Facebook-ის გვერდის შესახებ, სადაც შეუძლიათ რომ როგორც იხილონ, ასევე მოგაწოდოთ ხომ ის მასალა, რასაც თავად წააწყდებიან, ქართული ხალხური რეკლამა, ქართული ანბანით, ანუ ქართული ასოებით შეგიძლიათ საძიებო ველში მოძებნოთ, მოიწონოთ, დაუკავშირდეთ ადმინს ამ გვერდისას და რაც შეეხება აი სწორედ აი ამ წარწერებზე მინდოდა აღმენიშნა, ერთ-ერთი ფოტო, რომელიც ვიხილე ამ გვერდზე არის სწორედ აი პარკებში რომ დიდი სკამებია, სწორედ იმის მოაჯირზე რაღაცნაირად დასაქმება და რაღაც ნომერი იყო დაწერილი, ხომ ესე? ანუ საყურადღებოა ყველა ტიპის რეკლამა ნებისმიერ ადგილას, სადაც შევხვდებით, შეგვიძლია გადავიღოთ ძვირფასო რადიო მსმენელები და მივაწოდოთ ამ გვერდს, ანუ ანასტასია მიიღებს ამას და მოდი განათავსოთ. უკაცრავად მე ხშირად
წვეტინებთ, მაგრამ ჩემი ბრალი არ არის მენელი ველოდება. დილამშვიდობისა. კარგი თემატიკა, სახალისო და იუმორისტული. აი ეს წერა მინახავს ხშირად პატროპაზე. სალამდრო მიხო პაპას დახედა. კი. ან ნაგავს ნოდაყრით ეს ხშირია ქალაქში. კი ბატონო. მანქანა საქმე გააჩერა. და ძალიან ხშირად არის და ტყუპისცალებივით ხოლმე ხშირად იმეორებენ ფრაზეოლოგიას ქართულობაში მიმართებაში და იდეა შემომაქვს თუ თქვენთვისაც იქნება საინტერესო თუ შეიძლება დაუკვირდეთ ქართულ მეტყველებას და ლექსიკას თორე ტყუპისცალებივით მეტყველებენ ხოლმე ჟურნალისტები და ფრაზეოლოგიაც გაზეპირებულია კი შემთხვევაში სასაცილო ფორმებია ხოლმე გამოყენებული კი ბატონო დახმარებით დიდი პატივისცემით ასეთი ერთი ფრაზა რომელიც აიკვია და ყველა ჟურნალისტმა მგონი ეს იყო ჩემს ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია რომელიც ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ვიღაცამ თქვა და იმის შემდეგ აი ესე გადაამღერეს ამიტომ მივხვდი რაც იგულისხმეთ ქართული შესაწყისების მოძებნა კი ნამდვილად თუმცა კიდევ ერთხელ ნასტასია ალბათ განაგრძობს თემას რომ ეს არ არის არაიმე შეცდომების მოძიება ხო ეს არ არის ანუ ეს არის პრინციპში ერთგვარი მცდელობა იმისა რომ ჯერ კიდევ სანამ არსებობს ესეთი ხალხი ვინც საკუთარი ხელით ქმნის საკუთარი პროდუქტის ან სხვისი პროდუქტის რეკლამას და ამაში მინდა ვთქვა რომ საკმაოდ კრეატიულადაც და კარგადაც გამოდის იმიტომ რომ არის ისეთი რეკლამები რომელიც ამ გვერდზე შეიძლება ნახო და საკმაოდ კარგი გრაფიკა აქვს სამკერვალოების მეწაღეების რეკლამა მაგალითად საათების შეკეთება ძალიან ლამაზი უთოროა მიკროლი ერთ-ერთი კი ეს ფაქტობრივად ინსტალაცია სადაც უთო და ფენია ანუ მარკეტერები თანამედროვე სამყაროში და კომპანიები მარკეტერებისთვის ხარჯავენ ძალიან ბევრ ფულს იმაში, რომ ეს გარე რეკლამა, რასაც აკეთებენ, იყოს ძალიან ეფექტური, ყურადღების მიმქცევი, ბილბორდებზე ძალიან ძვირი ღირს რეკლამის განთავსება. ანუ თანამედროვე სამყაროში მარკეტინგი არის ერთ-ერთი მძლავრი ინდუსტრია, რომელიც ძალიან ბევრ ფულს ხარჯავს და ძალიან ბევრ ადამიანს ასაქმებს, იმიტომ რომ რაღაცა პროდუქტებზე ცნობადობა ამაღლოს, გაყიდოს და ასე შემდეგ და როცა ამ პერიოდში ჯერ კიდე არსებობენ ადამიანები, რომლებიც ფლომასტერით, ნემსით და ძაფით, უბრალოდ ცარცით, საღებავებით ცდილობენ, რომ ისეთი გრაფიკა შექმნან და ისეთი წარწერა გააკეთონ, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება ამ უზარმაზარ მარკეტინგულ მანქანასთან და ხო სისტემასთან, ეს არის ჩემთვის საყურადღებო და თან თუ დააკვირდები არსებობს მაგალითად რაღაცა რეკლამები, რომელიც ბევრად უფრო კარგი გამოსახულების მქონია, ვიდრე თუნდაც იგივე მარკეტერების ხანგრძლივი ფიქრის შედეგად გაკეთებული არტები. მაგალითად, ზაქარიაძის ქუჩაზე არსებობს ერთი ისეთი ძველი ვულკანიზაცია, რომელსაც ყავს ესეთი ბორბალზე ფისო წევს. ანუ და ისე დასამახსოვრებელი არის ბელუქსის საშინელ ხარს და ძროხას ბევრად ჯობი. ანუ მართლა ბევრად უკეთესად არის გამოსახული, ის გააკეთა გუნდმა და იფიქრა და მე ნუ იმანაც იმოქმედა ოღონდ თავის დროზე. კი, ცხადია იმოქმედა, მაგრამ და ეს შეიძლება ისე არ მოქმედოს, მაგრამ ანუ ესთეტიურად ბევრად უფრო საინტერესო და ავთენტურია. და თან საყურადღებოა, ანუ ეს ყველაფერი ხო ერთგვარად სოციოლოგიასთან არის რა კავშირში, ანუ მაგალითად საბურთალოზე გვხდება უფრო ცოტა ვიდრე ძველ უბნებში, სოლოლაკში. ანუ ძალიან აისახება ცხოვრების რიტმი და ყველაფერი ამ წარწერებსა და ნახატებში რა, ანუ სადღაცა დიდ ქალაქებში, დიდ ქუჩებზე, სადაც ბევრი სავაჭრო ცენტრია, უფრო ნაკლებია, იმიტომ რომ იქ ეს პრიალა და ჩვეულებრივი თანამედროვე რეკლამებია. იქ სადაც ხალხი ჯერ კიდე ოსტატობით ირჩეს თავს და ესე პატარ-პატარა ბინებში ცხოვრობს და მეზობლებთან კომუნიკაცია აქვს, იქ მეტია ესეთი აბრები. ანუ მცდელობა მოკლედ ეს არ არის რაღაცა ისეთი სახალისო ან არ ვიცი რაღაცა ქართული ინგლისური ტექსტების შედარებისთვის, უბრალოდ მცდელობაა დაიჭირო ის ნიუანსები, რაც ზუსტად ქალაქს ავთენტურობას ანიჭებს და ამ ადამიანებს ოსტატებად რატომაც არიან იგივე მკერავები, ანუ ეს ხო არ არის მკერავი, რომელსაც ეს ხელნაკეთი აბრა აქვს, ის არ არის. თავისთავად ალბათ არასოდეს არ ეტყვის, რომ ცნობილი კულტური დიზაინერი, ანუ მკერავია, ის ოსტატია. შესაბამისად ამ თავის ოსტატობას რო სხვა რაღაცეებშიც ავლენს,
ეს ნიუანსები დარწმუნებული ვარ რაღაც პერიოდის მერე დაიკარგება და ეს არის თავარი, რადგანაც არის სერიოზული საფრთხეა მაგისი, ჩვეულებრივად გადისწლები და უცბად რაღაც შემთხვევით აღმოჩენილ 50 წლის წინ ქალაქის ფოტოს რომ ნახულობ და უცბად რომ გემართება ემოცია, უი თურმე როგორი ყოფილა და ასეც რაღაცებს შეინახე, იმიტომ რომ ალბათ დიდი შანსია რომ გაქრება ნელ-ნელა ეს ყველაფერი და საერთოდ და აი კონკრეტულად პროექტის მიზანი რა მიმართულებით არის ის რომ ასეთი ადამიანები აღმოაჩინოთ ვინც აკეთებს ამ ყველაფერს ის რომ არ დაიკარგოს მსგავსი რამ თუ აი რა არის იცი რა ეს არის ერთგვარი ვიზუალური მეხსიერება ჩემ ანუ გამომდინარე იქიდან რომ ეს არ არის ჩემი მთავარი საქმე ეს უბრალოდ არის ქუჩაში სიარულის დროს რასაც ვიღებ შესაბამისად ამ ადამიანებამდე ჯერ არ მივსულვარ ანუ იმ ხალხს მე არ ვიცნობ ვინც ამარდებს ქმნიან და ვინც ამ რეკლამებს აკეთებენ თუმცა თუ ცოტა უფრო მასშტაბური გახდა და მეტი დროის დათმობა გადავწყვიტე ალბათ სწორედ ეს იქნება საბოლოო მიზანი რომ მათი ნარატივები ჩავიწერო მაგრამ საწყის ეტაპზე არის რუკის შექმნა ანუ ყველა ამ ფოტოს რომელსაც ვათავსებ გვერდზე აქ ლოკაცია მითითებული ადგილი სად არის გადაღებული და კეთების დროს ამ თავიდან არც მიფიქრია მე მივხვდი რომ საკმაოდ პრაქტიკულიც არის გარდა იმისა რომ ვიზუალური მეხსიერება იმიტომ რომ მაგალითად დანების ან მაკრატლის ამლესი ადამიანი ვინმეს რო ეკითხა ჩემთვის სად შეიძლება ვიპოვო 5 თვის წინ არაფრით ვერ უპასუხებდი ხა უკვე ვიცი რომ გაუშავინებ რო იგივე გასაღები მანქანის გატეხილი გასაღებების გამოცვლა ანუ საკმაოდ ბევრი ისეთი პრაქტიკული რაღაც ელვა შესაკრავების ანუ მოგმართოთ რამე იცი რა გვერდზე შეგიძლია ანუ ზუსტი მისამართი აქვს მობილური ტვირთავ ხოლმე როგორც წესი და ზუსტად იმ ლოკაციას ანუ იმ წერტილს ვუთითებ Google-ის რუკაზე ხო სადაც გადაღებულია შესაბამისად არკებით და ქუჩებით შეგიძლია იპოვო მაგრამ ინტერნეტის გარდა მინდა რომ პუბლიკაცია იყოს ანუ რაღაც ფოტოალბომის მაგვარი როცა ცოტა უფრო ბევრი მასალა იქნება ჯერჯერობით ხოლო თბილისის არის და რამდენიმე ქალაქ გარეთ გადაღებული ფოტო. ანუ მინდა რომ მეტნაკლებად რეგიონებიდანაც, იმიტომ რეგიონებში კიდევ უფრო საინტერესოა. სურათი იქნება. კი, მაგალითად ახალციხეში ვიყავი ბოლოს და გზაზე საკმაოდ ბევრი ესეთი საკვები ობიექტები და ასე შემდეგ ეფექტურად არის მოკლედ გაფორმებული. როცა უფრო ვრცელი სურათი მექნება, მინდა რომ ესეთი ფოტო წიგნი გავაკეთო, რომელიც ალბათ ონლაინ დაიდება უფასო გავრცელებით და ვისაც საინტერესოა. და კიდევ ერთხელ შევახსენოთ სვენელს როგორ შეუძლია თვითონაც რაღაც პატარა წვლილი შეიტანა და მონაწილეობა მიიღო, მაგრამ წდნენ თქვა სადაც როგორ გაგვიზიარა. გააკეთონ, ну, ასე თუ ისე შეზღლების დაგვარად ხარისხიანი ფოტო, ლოკაცია მიუთითონ და გამოგზავნონ სად, ანუ Facebook-ში როგორ მოგწოდოთ? საძიებო ველში უნდა აკრიფონ ქართული ასოებით, ქართული ხალხური რეკლამა, ესეთი. ქართული ხალხური რეკლამა, ქართულად მოძებნეთ. შეუძლიათ ატვირთო. მოიწონოთ გვერდი. შეუძლიათ ატვირთო, შეუძლიათ წერილად გამოაგზავნო, შეუძლიათ უბრალოდ თავის გვერდზე ატვირთონ და მონიშნონ. თქვენი დახმარებით ბაზა გაიზრდება და შეინახება. ძალიან საინტერესო კონტექსტია ქალაქის და ქვეყნის დასანახა და ზოგადად კულტურის დასანახა ჩემი აზრით, იმიტომ რომ ასეთი მით განსაკუთრებით მაშინ როდესაც თქვათ აი ამ ხელნაწერ და ხელნაკეთ რეკლამებში კრეატივის ჩართვას ცდილობენ ხოლმე ჩვენი თანამოქალაქეები განსაკუთრებით საინტერესო გამოდის ხოლმე ეს ყველაფერი. კი მგონია რომ თვითონ მარკეტ ანუ პროფესიონალი მარკეტერებისთვის იქნება, ანუ გარდა იმისა რომ ვისაც ქალაქი აინტერესებს და ასე შემდეგ, პროფესიონალი მარკეტერებისთვის იქნება ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ კარგად დაინახავენ ესე სპონტანურობის და ოსტატობის კონტრასტს ამ თავიანთ პროდუქტთან. საქართველოს მარკეტინგი მაინც ცოტა დაბალ დონეზეა. თუმცა ვითარდება მაინც. საფუძველი როგორც ყველაფერი. და მიუხედავად იმისა, რომ ნელა ვითარდება თუ როგორც არის, მაინც ყველა ესე ვთქვათ ორგანიზაცია კომპანია ცდილობს რომ ჩართოს ეს მარკეტინგული ინსტრუმენტი თავის წარმატებაში. მარკეტინგული ინსტრუმენტები, რომლებიც ამა თუ იმ ქვეყნისთვის მისაღებია, ვერ გადის ხოლმე სწორად სხვა ქვეყანაში, ანუ მორგება უნდა ხოლმე სიტუაციით. მე მგონი ეს დაეხმარება მორგებაში. დააკვირდებიან, შეისწავლიან და მიხვდებიან როგორ არ ამოვარდნენ არსებული რეალობიდან. ნამდვილად. მოკლედ საინტერესო პროექტია. ლაიქ. მოწონება და ჩვენს ფენელსაც რა ვიცი, მიმართავთ რომ თუ შეიხვდათ საათმე გადააწყეთ, აუცილებლად ატვირთეთ ამ ვებგვერდზე. ნასტასია, ბოლო შეკითხვა მექნება შენთან. ყველაზე ისეთ რამდენიმე საინტერესო მაგალითი ამ ქართული ხალხური რეკლამების ნიმუშები თუ შეგიძლია გითხრათ
გითხრა წეღან როგორც აღნიშნე ვულკანიზაციასთან დაკავშირებით. კი, ვულკანიზაცია ზაქარიათის ქუჩაზე ძალიან კარგი. კიდევ რა გახსენდება? არის სოლოლაკში ატელიე, რომელიც არის ნამტვრევი შუშებით და მძველი მძივებით გაკეთებული ხო ქალის ფიგურა, რომელსაც საკმაოდ ესე მოდის ტენდენციების გათვალისწინებითაც სვია. ფაქტობრივად მოზაიკაა. კიდევ ერთია რუსთაველზე. კი, კიდევ ერთია რუსთაველზე, ასევე მოდის ატელიე ღოდიქ უკვე შლიაპკიანი გოგონა ნაქარგი, ისიც აწყობილი, ანუ ბევრი ნაჭრისგან და სხვა ფერის ძაფისგან. მარჯანიშვილზე საათების შეკეთება, რომელსაც ძალიან კარგი გრაფიკა აქვს, ესე ძველი საათი აქვს, გამოყენებული ფაქტობრივად ლოგოა. ბევრია მოკლედ. ანუ არის ისეთები, რომ ბახტრიანის ქუჩაზეა მაგალითად საცხობი, ანუ თონე და ლობიანები, თონის პური და ლობიანები, ხო. რომელიც ხო, ანუ მთელი შენობა მოხატულია და ხო აწერია. ამავე ქუჩაზეა ხელოსანი, ანუ რემონტის ხელოსანი, რომელსაც სახლი აქვს დახატული და სახლში აქვს თავისი ტელეფონი ჩაწერილი. მოკლედ ხო, ანუ ისეთია. ისევ ბახტრიანზე ეს ინსტალაცია, ანუ ფენი დაუთო და რაღაცები ვისაც აქვს გამოყოფილი. ხო, საერთოდ ამ ინსტალაციამ შთამაგონა ეს. და მახსენდება კიდევ აგრეთვე მაგნიტოფონის ინსტალაცია სავდავიცია. ერთია. ავტომობილის უკანა მხარე რომ არის კედელზე, აქ საბურთალოზე, ეს ძველია. ძალიან გამზირზე კი ბატონო. კეთილი, ძალიან დიდი მადლობა ნასტასია არაბულს. პროექტი რომელსაც ქართული ხალხური რეკლამა, როგორც აქამდე აღნიშნეთ, შეგიძლიათ ამავე სახელწოდებით მოძებნოთ სოციალურ ქსელ Facebook-ზე, მოიწონოთ, გაუგზავნოთ თქვენ მიერ მოპოვებული ფოტოები, რა თქმა უნდა. და დავუტოვოთ ამ ხრივაც რაღაც პატარა ისტორია ჩვენს ქალაქს და ქვეყანას. ძალიან დიდი მადლობა ჩვენ სტუმარს და ჩვენს რადიო მსმენელებს იმისთვის, რომ ამ დროის განმავლობაში იყვნენ ტალღაზე FM 102 და 4. ჩვენს მსმენელებს დიდი მადლობა, რომ გვისმენდნენ ამ ხნის განმავლობაში წარმატებულ და ლამაზ დღეს გისურვებთ. ხვალ შევხვდებით დილის 8-ზე. ჩვენ თქვენთან ერთად ვემშვიდობებით ჩვენს მსმენელს. ხვალამდე დროებით.